სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ნიკა დალი იყავა არა საწამლავს უნდა ვსვავდე იმ ხელავალი მოქვს მისაცე კარგი რა დამშვიდდი 500 ლარისთვის თავს ვინ იკლა მოიცა კაცო შეშემოგრე გადაწყვეტილია თავი უნდა მოვიკლა და გიბარებ რა ფულით შემოვა გაისტუმრე ეკვალი შენ მინიმუმ ორჯერ თუ მოიკლავ თავს თორემ იმდენი ვალები გაქვს არ გეყოფა ნიკა ლიკა ნუ ითარსები ძალიან გთხოვ რა ნუ ითარსები ვითარსები მე რამე თამაში მაინც იყოს ახლა 50 ლარს დადებდა კაცი მე 550 ლარი გექნებოდა საშობი კიდე ახლა რა გამანებე რა რას ვთარსავდელი დღე რა აიმე ახლა რო 5000 ლარი მოვიგო მე მოვიდე და მოგცი არ გამომართ მე კი სიამოვნებით ხო და მომეცი 500 ლარი გოგო გაცემა და მიღება ხო იცი რომ ძმები არიან კაცო ნიკა უპასუხე მამუკა უპასუხე აი მე რა უპასუხო ადამიანი უთხარი მოკტა გადაშენდა აღარ იქნება აღარ გადაშენდი 100 წლის მე დიახ დიახ ლიკა ვარ მე ნიკას მეუღლე დიახ ნიკა გავიდა მოუსვენს ერთ საათში მოვა ფული საათ ნახევარში დაგიბრუნებს კი საათ ნახევარში რა დედა რა დედა დედამისი დედამისი რა შუაშია კარგით გადავცემ ნახვამდის არ დამიმალო პირდაპირ მითხარი ხო შემაგინა კარგი ნიკა გეხუმრე რა დროს ხუმრობაა გოგო რა დროს ხუმრობაა რა რამე მიხარი არ არის სახში თქვა ეგრევე გათიშა მიშველე მეთქი რამე აღარ შემიძლია კაცო მომეხმარე რამე მომაფიქრებინე თორე იმხელა დამანგრევს ვაიმე მე ის პატარა კაცისგან გეზიზღებია ფული კუსკუსებია რა ამხელ გოლიაც მიადექი ვაიმე ვინმე ღვთისმიერი კაცი მისმენდეს ახლა გადმომძახოს და მითხრას ნიკოლოზ აჰა შენ 500 ლარი წადი და ვალი გაისტუმრეო რა ვქნა ნიკა რა ვქნა მიცური მე თუ თქება მაგრამ რა ვქნა არ მაქვს ვერ გიშველი ნიკა ნუ გზარის რომ ვუთხრათ ნუ გზარი სადაა ფული და იქნებ ოქროები აქვს და დაალომბარდოს ოქრო არა პლატინა ამ კაც მადის მეტი არაფერი არა აქვს დალია თუ არც მიიღებს ისე ნახდატარ ფალტო. თორა ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდი რა ზეა მისაუბარი. ვიცი. 500 რა, თუ მაგარ 5000 ლარი მაინც ვერნება შენთან ნაჯამი საჭმელის სახით. ზეა მაგრამ ეს შენც მოგცილია რა თუ ძმახა რა. მამუკას ვალის გულისთვის იკლავ ბიჭო თავს. აბა მამუკა ხო არ მოიკლავს ჩემი ვალის გამო თავს, კაი რა. ნეტა მაგას იზამდეს. ბიჭო ნეტა მაგას იზამდეს. რაც მაგის ინიციებია ხალხს. არ გეგონოს ინიციების როლს ვინმე ჩაატანს. სათითაოდ ამოგწერენ ყველას. რა ამბობ, ბიჭო ინიციების როლს თავის ყდიან მელიანად შევჭამ. ბიჭო ისე რომ წყალს არ დავაყოლა. მაგის ჯერა. ისე სხვადასხვის გასტუმნებაზე ფიქრს. ჯობია იმაზე ვიფიქროთ, როგორ არ გადაიხადო ეგ ვალი. არა კაცო, მამუკას ვალი აუცილებლად უნდა მივცე. მოიხედე აქეთ რას გეტყვი ძიგო იცი? მე საუზბე და ვახშამი და სადილი არ მომაკლოდა, ასე გიგდია მთელი უბლის ვალები გადაგიხდა. ხოდაშორის მე სკოდა მაგის ვალი 100 ლარი. მერე? მერე. მერე კი რა ადრე მქონდა და გამოვარდი ჯემალას. მერე? 100 ლარი და უღუნე მამუკას. მე ახლა ჯემალა ხონდა გამესტუმრებია, იმას რომ მოუწიათ რომ გამოვარდი მამუკას და უბრუნე ისევ ჯემალას. მე ახლა ისე ხომ მოუწია მამუკას. გასტუმრე გამოვარდი ჯემალას, მივეცი
მამუკას. ბოლოს რაკენი, ბოლოს. ბოლოს შევახვედრე ერთმანეთი და მორიგდნენ ერთმანეთში. რა ხუმრობ ასე იყო. რა ვქნა ახალით გიშველა. ვა, მოვიფიქრე. აბა, ჩემი სახლი რო გავაქირავო ერთი თვით. მე შესადიცხოვრებ. აბა თუ გამოიცნობ. შენ თასად მიცხოვე. არ გამოვა ეგ ამბავი. გინა მამუკას მოუკრიო, ვარი რო არ მივეცი. იმის გამო და გინა შიმშილით მოუკტარვა. აბა რა ვქნა არ ვიცი რა გიყო. ებიჯო, რაც მე მევალეები ვყავს გადაგდებული. ამდენ ცოცხალი არ უნდა ვიყო. ერთი ვქონდა 5000. 5000 ვქონდა ვარ და ვეუნებოდი. რაც გაუცელეთ რო ვეუნებოდი, დღეს მოგცემ ხვალ. ზერა იმდენ ხანს გაუცელეთ რო. ბოლოს მის გასვენებაში მივიტანე 100 ლარი. 500 ლარის გულისთვის მე ვერ მოვკლა მამუკას. აბა რა გიყო ვერ გავიგე. არ ვიცი. ვა, მოდი ახლა შენიც რაკენი. ჩამოიარე корпуსი. აკრიბე ფული, ვითომ სადარბაზოა სარემონტო. მოჩ. მე რამერე ბლუ გაისტუმრებ იმ ვალს. ჯო ვალს კი გავისტუმრებ, მაგრამ სადარბაზო რო სარემონტო დარჩება, ვის მივმართო? ესე იგი ახლა ჩვენ გვაქვს რემონტის ფული, ხო? საშუალო. რა ვქნა და ახლა ბიჭო, მაგას ასე ვერ მოვიფიქრე მე ვერაფერს, მაგას ახალი ენერგია ჭირდება. მოიცა ახლა ახალი ენერგიას მივიღებ და მაგასაც მოვიფიქრებ. მაგის პრობლემაა, თქო ახლა. რას მომადა? აბა? მაგას ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა. არ მჭირდება მაგისი არაფერი რა. დედა ჩემს დაურეკავ. მიდი დაურეკე დედა შენს. დედა შენს დაურეკე. დედა შენს. ხონიკა გამარჯობა დედა. ყველაზე მაგარო და ჩემო უთხრებესო დედიკო. ხომშიტობა გაქვს ნიკა. კაცო როგორ არა მომენატრე უბრალოდ ძალიან. დედა, როგორ ხარ? რა ვიცი. აირია აქ ყველაფერი. ფულს ვეღარ მიხდიან. გაგიჟებული ვარ დედა. ფულს თუ არ გიხდიან, მად რა გინდა გამაგებინე რა. აბა საწავიდა შვილო. ფულს თუ არ გადლევენ, ჩამოდი ჩემთან ადამიანო, ჩამოდი რა. ტუალეტში ჩემი ფეხით დავდივარ, საჭმელს ჩემით ვჭამ. ნუ გზარას ვაჭმე და შენ დაგამატრი ჭამ რა. კარგი ახლა ნუ მაიმნობ შენ. მოიცა? წერილი გინდა თუ სიხარული მითხარე? სიხარული შვილო. რაღა დროს ჩემი წერილია. მე მაშინ მომეცი 200 ევრო მჭირდება სასწრაფოდ. ნიკა, რაც დანაზოგი მქონდა დედა სულ გამოგიგზავნე. ხელფასი ჯერ არ ამიღია. დავიჯერო მაგას ერთი მუთაკა არა აქვს კაცო. ერთი მუთაკა აქვს. მაგრამ სულ ზედაზის. ვაიმე, დამალაპარაკე, მიდი. ვის დაგალაპარაკო, ბიჭო? ბერძნული იცი? ბერძნული კი არა, ისეთ გაჭირვებაში ვარ, ნამიბიურ ენაზე დავილაპარაკებ, ოღონდ 500 ლარი მაშოვლი და ეხლა სადღეა. ნიკა, აქ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ქარხნები და ფაბრიკები გაჩერებულია, არ მუშაობენ. ვაიმე. ფული გაფუჭდა. ხალხი ისია გაღარიბებული. ბაზარში რომ გახვიდე, გული დაგეწვება. სავსეა ქალაქი ხელგამოშვერილი ხალხით. მე დარწმუნებული ხარ, რომ მართლა საბერძნეთში ხარ, ჰა? აბა სადავშვილი. რა ვიცი, კაცო, ისე ლაპარაკო პაპანდოპულოს კი არა, აგირე ხარ, მგონია სამტრედიაში და ბეჟანასული ბუცხი კიძეს. ბეჟანაზე გამახსენდა, მაგალითად ტრაქტორი ქონდა გასაყიდ და ფული ექნება. მერე დაგირეკავ დედა. კაი ნიკა, კაი, როგორც კი მომცემენ ფულს, მაშინვე გამოგიგზავნი დედა. კაი ხო. ბეჟანა. ვაიმე სად არის ამდენი ხანი რა? სადმე ხوار გაუხვია იმან. ვაიმე სად უნდა გაუხვიო, სადა აქ მაგდენი ენერგია, მაგას მარკეტში ჩავიდეს, მე ამოვიდეს და სადმე შეიაროს, შანსი არა. რიკა! გამარჯობა, კოფე. გამარჯოს. რა ამბავი მაქვს, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდეთ. ვაიმე რა მოხდა თქვი? ბიჭო, ხო. გოგო, მარკეტში რო ვიყავი, ვიღაც კაცი შემხვდა. რეჟისორი ვარო, რეკლამას ვიღებო. მაგარი სახე გაქვს, ნუ ვიზუალი რა ასე ვთქვა. ხო და მოკლედ მე უნდა გადავიღოს დღესვე 500 ლარს მიხდი. შენ? ვაიმე რა მაგარია მე? რამერე მე ახლა გავიპარსავ პირს, შენ ბილეთებით დაჯავშნე. ვაიმე რა ბილეთები დავჯავშნო?
ჰოლივუდის გოგო რო გააბაზრდება ეს ამბავი, მე რა დავიწყე წალი. ხო. ბიჭო, ისე ხო იცი? ეს რეკლამაში რო გიღებენ. ეს გააქის? რა? ისა რა, მსახიობური მონაცემები. ბიჭო, რესტორნის რეკლამაში მიიღებენ, მეფე ლირიკი არ უნდა ვითარ. ეს საპნის რეკლამაში ხდება გადასახადი. რატომ? კი, იმიტომ რომ საპონს ხო ვეშაპის ქონისგან აკეთებენ. ხო და ეს როგორ და ეს დამცინე ხედავ სადმიშოლა ჩემა სიმსუკნემა. მოკლედ. ეხა მომისმინე ერთ წელს მე გეტყვი. იმ შემძმაკაც რეჟისორს. უთხარი ერთი კაი ძმაკაცი მყავს, თუ კაი პურის ჭამელი მოკეიბე. კოდე, ხო და უთხარი რა რაღაცა რა იქნებ რაღაცა იყოს ჩემთვისაც ერთი 500 ლარი მეც რა გამოკრა. გასაგებია. ახსენა ერთი სცენაა საჭირო, როდესაც კაცს ძინავს საცივის თეფში. კი, მე, ჯო. შენ შეხარ ვეთქვი 500 ლარი ჩაიდებ ჯიბეში რა. რასაც არ გადამაყოლეთ ბიჭო ამ ერთ დაძინებას, რა გადამაყოლეთ. ერთი არა 8 კოტე 8. მოკლედ ტაქსის ფული მომეცი რა თქვენ დრო არა მოხს. კაი ხო 10 ლარს მოგცემ, ჰა. რა 10 ლარი გოგო? ვაი, მე 20 ლარი გინდა? ბიჭო, ვიღაცა უცხო კაცმა რეჟისორმა 500 ლარი მომცა იმას არ დაენანა. ეს არის მეგობარი, ეს არის ცოლი, არის. აი მე ნიკა ბაზარში უნდა წავიდე, რაღაცები უნდა ვიყიდო, კაცო. ჯანდაბაში. ხო. მაგას უთხარი კალამი გამომიყოლოს ვიყიდოს. ხო, კალამი რა გინდა ბიჭო? მე თუ შემოვითან მაქვს საქმე. ბიჭო ქუჩაში რო გაავალ ავტოგრაფების დარიგებას რო დავიწყებ. ხვისი კალამი რა თვიდა ჩემი მექნება, მოიყო მიწკაპა მოაწერა ჩაი. ნახე. ეგ რა მე ვფიქრობ ხალიჩაც უნდა გამოვცვალოთ. ბატონო? ხო, წითელია საჭირო. ფეხის გულებს შევაჩვევ მაინც. მიდი შეაჩვიე. აუთ. ჩემს ქმარს რა რეკლამაში იღებენ, იცი? უი, მართლა? რა მაგარია და რა რეკლამაა? მისი აღნაგობით თუ ვიმსჯერებთ, კუპატისა სარდეის რეკლამაში. სად არის რა ეს ნელიკო, ა? ო, ისი არასოდეს არ აგვიანებს და მართლა სად არის? ერთი ეგ არ აგვიანებს რა, არ დაუგვიანია და მეორე სასწრაფოს. ბაბუაჩები რომ მოკვდა მაშინ. ხო არ გაბედნიერდა? ანუ ვიღაც გაუბედურდა? კაგი რა, რას ერჩი იმ ვიღაცას? აუ, როდის წავალ პარიზში? ერთი სული გაქვს ეიფელს როდის ნახავ, ხო? არა, ეიფელი ბევრჯერ მაქვს ნანახი, მილიონჯერ. უბრალოდ არ მინდა ამ ნელიკოს ვხედავდე. ნელიკო? სად ხარ ამდენ ხანს? აი მე ძალიან დიდი პოტიში დამაგვიანდა. იცი რამ ხელსაცობი იყო? ცოტა საცობში მოგართოს ეყვავილები? ყვავილები? არა, კი, საცობში. იცი რა ძალიან დიდი ხანი იდგა ტაქსი 1 საათი ვიდექით ერთ ადგილზე. ამ დროს ტროტუარზე ერთი ძალიან სიმპათიური საყვარელი ბიჭი ყიდდა ყვავილებს. მე იმ ბიჭმა მკითხა მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხო, სახელიც და მე ეს ყვავილები მეჩუქა, ხო ლამაზია. ანუ ერთმანეთს ხვდებით ამაღამ სასტუმროში? სასტუმროში? არა, როგორ გეკადრება ტელეფონის ნომერი მივეცი ჯანკფევერის. იცი რატო? მაინც რაღაცები რო დაჭირდება დარეკეთქო, ვუთხარი, რეკლამა გავაკეთე უბრალოდ. ხო. ნელიკო, 2 საათით დააგვიანე. 2 საათი? ბოდიში რა გურანდა. იცი რატო დავაგვიანე 2 საათი? წუხელ დამესიზმრა, რომ ევროპამ დრო გადაწია 2 საათით. მეც ევროპის დროს დავაყენე საათი. და მაგიტომ დამაგვიანდა ალბათ. კარგი. მაშინ შენი ხელფასიც გადაიწევს ერთი თვით. ეხლა შოთას ეტყვის. შოთიკოს. ხო, შოთიკოს. ოფ, აი ამ ევროპამ დამღუპა რა მე. კაი, მიდი ნერვიულობ. გამოიცვალე და დროზე მოდი. მიდი ჩქარიხო. ვაგებთ ახლა, ესე იგი მარჯვენა ფეხით მივდივართ კამერისკენ, ოღონდ კამერას არ ვიმჩნევთ, ვიყურებით მარცხნივ, შემდეგ შეშფოთებული მარჯვნივ თვალები განავატრიალეთ, ერთ წერტილს მივაჩნევდით და ეგ არის. აბა, მუშაობთ. წავიდა. კამერა მოემზადე. ბატონ,
არა, ტემპი შიანელე, ძალიან ჩქარია. უნდა გაიგოს მაყურებელმა, შენ რატო გაიხედე იქე და შემდეგ აქეთ რატო გამოიხედე. ტემპი ძალიან ჩქარია. აბა კიდევ ერთხელ რეკლამაში ხო? კი, რეკლამას ვიღებთ. კარგი გამოდის? კი, ძალიან მაგარი რეკლამა უნდა გამოვიდეს წესით, სოფლიო უნდა ვალაპარაკო. გაბიჯი კიდე წინ და მარცხნივ გასა. მაშინ წავალ და სამადლობელ ტექსტს ჩაუჯდები. რა ტექსტი? აბა ოსკარს რა ვიხوار ვიბლუყული. ეს რეჟისორი ხო? მასალა ვნახოთ. აქ, რა გვაქვს შემდეგი? უკაცრავად ბატონ რეჟისორი. დიახ. მოვედი. კარგი, ქენი რომ მოხვედი. რა ვიცი. კარგი. ნიკა. ნიკა. რა გითხარი რომ ნიკა მე. იცით ტექსტს ხო არ მომცემდით რომ თვალი გადავა ხო? ტექსტი რა დგინდა? ტექსტი საერთოდ არ აქვს, თითქმის არ აქვს. საერთოდ არ უნდა ვილაპარაკო? საერთოდ როგორ უნდა ილაპარაკო? მაგრამ ახლა არ უნდა ილაპარაკო. ესა ხო? რა ექამა გასისა რა ესა რა. ჩარლი. გვარი არ მახსოვს. აი ვიცი ხა, მანამდე გრიბი გაიკეთე. აი და ლარისა, მიხედე რა, ლარისასთან მიდი გრიბს გაიკეთებს. მოდი შეხტი უკაცრავად. არაფრის, ვის რა? გრიბს რატო მე არ გავიკეთებ გრიბს, რა თქმა უნდა, ხუმრობთ ალბათ ხო? არა, მე არ ხუმრობ, შენ გაიკეთებ გრიბს. ჩვეულებრივად მიხვალ ლარისა, გრიბი გაიკეთებს გრიბს. გოგო ხო არა, გრიბი რა თქმა უნდა. მომისმინე, ესე ყველა მსახიობი გადაღების წინ იკეთებს გრიმს, რომ ეს სიწითლე და რაღაცები. უდრი და რაღაცეები, კაცო. მიდი რა, ლარისა აგიხსნის ყველაფერს, მიდი. ლარისა, ჩემი გოგო. უხეშვალები რა. ერთხელ კიდე უნდა გავაკეთოთ, ესე იგი, აი მარჯვენა ფეხის გადმოდგმა. შეიძლება ხო? დაბრძანდით. დაიწი უკან. პომადა რა ფერი გირჩენიათ? ოდიში. გეგეხო. რა ტიპები ხართ ასახლები? თესვალი არ მქონდეს მე. ბატონო? ჩემთვის თუ შარც. ახალი გაპარსული გაქვს? რა? ძვერი. რა ვიცი, არ უნდა გამეყარს, კი. ბავშვის ტრაკივით გაქვს საყვარელი. სიტყვას გავხსენით. გადასარევია, ბადლობთ. ეს არის შენი ადგილი. მოგწონს? სუფთა აბრეშუმია. მოკლედ ეხლა რა ხდება? დგები კამერასთან და ამბობ ტექსტს. გინდათ დაუვიწყარი საღამოს გატარება. მობრძანდით რესტორან აზნაურულში. გინდათ დაუვიწყარი საღამოს გატარება. არა, ეს მომისმინე. ესეთი სახით და ეგეთი ინტონაციით ხალხი არ რჩევა იმ რესტორანში, არც გაიხედავს იქ. ის უნდა მოყვე თითქოს აი თავიდან ბოლომდე დილინას საღამომდე იმ რესტორანში ხარ. მაყურებელს უნდა დაუდგეს თვალწინ შემწვარი გოჭი, ხინკალი, ტაბაკა, ნავერტილე, ხაჭაპური, ხინკალი უკვე. აიღო. არა, გებრიელად ამბობს და გებრიელად ამბობს. ისა გითამაშია სადმე? კი, როგორ არა, ბახში. ბახში გითარ. ლაპარაკობ, რა გითამაშია? კოლო, სოკო. აი გასაგები. და ის მთავრობა. კუ. შეფელი ტაილანდური სადილი გითამაშია თავიდან ბოლომდე. ასე გამოვიდა. კარგი, მოკლედ, სანამ ესე გადაღებას დავიწყებდეთ, მოდი პირის აპარატი გავავარჯიშოთ, ხო? დიახ. თეთრი თრითინა, თეთრ თრთვილზე თრთოდა. მერე? რა მერე გასო ამბავს კი არ გიყვება. თეთრი თრითინა, თეთრ თრთვილზე თრთოდა გაიმეორე. თეთრი რა თქვით ფრინველი? თრითინა. აი ეგ თრთოდა. აუ დაგვენძრა. ბატონო? არა, დამენძრა. მომისმინე. ესე იგი თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა, უნდა გაიმეორო. ვალიდოლი არა გააქვს. სუდად ხარ? არა. აბა თუქშია, ერთ ბუტერბროდებია ქვეყნის საჭმელი, შენ რა ვალიდოლი გაგაძღებს. ადროს ეგარი გასოს, მეტა მე მოგიწერ ხელს ამცალი ახლა. მოკლედ, ესე იგი, წარმოიდგინე, შენ ამ რესტორანს არ იცნობ, მაგრამ აი თავიდან ბოლომდე
გიყვარს ეს რესტორანი, გენატრება. ყოველდღე გინდა რომ მიხვიდე, დახარჯო ბოლო კაპიკი, იკეიფო, თავზე დაიმხო ყველაფერი. ნუ პატარა ტყუილი უნდა თქვა, ხო? ტყუილი ხო გითქვამს, აი ტყუილი. არა, ტყუილი არ მithქვამს, მაგრამ ვიცი რომ ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს. რა ლაპარაკობ, ეს უნდა ჩავიწერო გასულ. დიახ. ესე იგი, კამერა მოდის შენსკენ და შენ იწყებ. სერგო, უკაცრავად. ვიწყებ თუ ვჭერდები? იწყებ კაცო, რა ჩერდება. რა ვიცი, კორწილში კამერა რო ჩამოვლის, ყველა ჭამასაჩენებს და იღიმება. შეს ხედავ ახლა სადმე თამადას ან ეფედედოფალს ან დოლაკარდიონს ან რა მე ხედავ? უკაცრავად. ხო. მოგდეთ, ზონა ხანში ვიწყებ. გაემზადე. სერგო, ბიდი, დამოიგე. რესტორნის რეკლამა დუბლი 2. კაცი ხარ კაცური. აბა, მოვემზადეთ. განათება ჩაირთო, კამერები მზად არის. სიჩუმე, შემოდის ნიკა. ვიწყებთ. შემოდის ნიკა. ნიკა შემოდის თქო, თქვი მე აქ. ნიკა, რა ხდება? აქ ვარ მე. მე რა ხდება? სადახარ? აქ ახლა უნდა იყო აქ. მზად ვარ მე. რა გჭირს ნერვიულო? რა ვიცი, თხლათმაცვია და შემცივდა ცოტა. რა შემცივდა? ჩართულია ყველაფერი, ცეცხლი ეკიდება გავრობაზე. ცხელა ხო, რა ვიცი, დავიწყოთ. თავიდან. რესტორნის რეკლამა დუბლი 3. შეთამა კეიფა ერთი გადაცვალი. აბა, კამერები მზად არის, განათება მზად არის, სიჩუმე. შემოდის ნიკა. სტოპ. რა არის ეს პირში რა გიდევს კაცო? სიგარეტი მოვწი. მე სიგარეტის რეკლამა გვაქვს ჩვენ აქ თუ რესტორნის. გაგიჟდი კაცო? ხო, მართალი ბრძანებით საციგარეტის ადის. ეხლავე, კარგით. რესტორნის რეკლამა დუბლი 4. წავიდა ნიკა. აუ რა კატაფალკა გაქვს სახეზე ბიჭო, რა იყო სარიტუალო საფსახურის რეკლამაა თუ რესტორნის. რაზე ფიქრობ, რა მოხდა? რა ვიცი, იმ 500 ლარს მართლა გადამიხდით თქო თუ ტყუილად წვალობ რა. აი, ჩემი ჯიბიდან გაძლებ 50 ლარს. ხოდ ეხლა ეს გადამაგებინე რა. კაცი არა ხარ? გაფენდა უკვე. ერთი თქვენ გქონდეთ მამუკასვალი რა სიტყოდეთ. თავიდან. რესტორნის რეკლამა დუბლი 5. ნიკა, წავიდა. გინდათ წყნარი 7 იშველეთ, ტეტარას გადავეყარე და ვის გადავეყარე? ბიჭო, შევ. შენ სოლი ყავს მომისმინე, მოდი. სოლი ყავს. კი, 2 წელია. გაგირიგეს? რა პონჩი მეუბნებით ეხლა მაგას. ბიჭო, 2 სიტყვას ვერაბამ ერთმანეთს და ცოლს როგორ აუხსნელი სიყვარული. დაალაგე ეხლა სახე, ბოლოს ღიმილი და ვიწყებ. კი. გადი. მზად ვარ. თავიდან. რესტორნის რეკლამა დუბლი 6. წავიდა. გინდათ დაუვიწყარი საღამოს გატარება. მაშინ მობრძანდით რესტორან აზნაურულში და გადაიხადეთ მამუკასვალი. ბატონო მურმან, მაესტრო, ხალხო გამოიძახეთ ვინმე სასწრაფო. მურმანჩიკ. მურმანჩიკ. გამოიძახეთ სასწრაფო გინდენ. მურმანჩიკ აქტი. მა, გინდა დღეს ნიკა ნახო? მოგაშორო? მამა, იცი ნიკა ტელევიზორში იქნება. ხო, არა, მამა რა დაიჭირეს. რეკლამაში გადაიღეს. ხო. კაი, მე რა გეტყვი ზუსტ დროს. კაი, მა. A book. Tigni. A book. Tigni. A pencil. Pankari. A window. Panjara. რასაკეთებს ჩემი ბიჭი? რასაკეთებ, ინგლისურს ვსწავლობ, მაცალე რა. ვა. სხვათა შორის შენს გირჩევ. აი ხლა მე რო წავალ ოსკარების დაჯილდოებაზე, არ დამიწყო მე იმან რა თქვა, ამან რა თქვა, მე შენი დრო და ნერვები არ მეკნიბოს და ყვარელო. მოემსატე ინგლისურში. ჩემი ლეონარდო დიკაპრიო ვინ არის? მეორეთ არ დამიძახო ეგ სახელი. რატო? დიკაპრიოს აღარ ვკადრულობთ? უბრალოდ მე ამდენს ვერ მოვითმენ ოსკარამდე რა. საჩემი ზღია, საქმეები, გადაღებები, მოვხდები. და რა თქმა უნდა.
ისე რეჟისორმა რა გითხრა, ჰა? აუ გადაირია გეუბნები. მე ვიყავი არა ამ ქვეყნიური. აი ესე ვითამაში ახალი სიტყვა თქვი კინემატოგრაფიაში რომ გული გაუხდა. ცუდად და სასწრაფოთი წაიყვანეს. შენ თავს პიცა ვარ სასწრაფოთი წაიყვანეს. დინაცვალე. აბა, ჩემი ჯონი დეპი ჩემი. ეს კი ბატონო, შეგიძლიათ დამიძახოთ. ისე 600 ლარი მაინც მოეცათ რა. 500 დვალს გაისტუმრებდი და 100 დავხნიშნავდით. მაცალე რა, მაცალე, სულ ცოტა ხანი მაცალე და ერთ კუნძულს გიყიდი და გაჩუქებ ჩემო დედოფალო. აბა რა? რა მაგარი იქნება. აი კუნძულზე. ებანს. გოაზე მაინც წავიდეთ რა, ესე მზის ჩასვლას ვუყურებთ. ვინები ვრე. ეხვეწები რა წყალი მომიტანე რა პირი გამიშთა რა. აუ მაცადე რა, მზის ჩასვლას ვუცქერ და ბიზაგრები. დაიმახსოვრე ხლა გადგინე წყალი მომიტანე და მე გააგზელე ეგ მზის ჩასვლა რა. მე არაფერს არ გაცდის რა. Girl. Yes, I'm sorry my friend. დიდი მადლობა. პირტორიკაში სახლი უნდა ვიყიდო. ცუდი ვიდეო? პირტორიკაში. პუერტო-რიკოში, ბიჭო. ნუ პუერტოშიც და პირტორიკაში. წარმოიდგინე. ხო. თეთრი სახლი. გარშემო სულ პალმები. ნიკუნაი, წარმოიდგინე რა გეხვეწები. კარგი ასეთი ბასეინი. თლათ ლურჯი ფერის წყალიც რომ არ არის რაღაც სხვანაირ ფერებში გადადის. მე და შენ ბანაობთ. თუთი ყურშები გარშემო. ამან გიყვანე წყლიდან დაგფერთხე და საძინებლისკენ წაგიყვანე. ნელა მივიდი რა თქმა უნდა. შეგიყვანე საძინებელში და შეგიყვანე საძინებელში. და ამ დროს შემოდის ნუგზარი. კარგი რა, გეხვეწები. აი ნუგზარი აღარ გამოგონორი ხო რა. ვიგეთ რა არ გვანებებს თავს? ყველგან რო დაგუდებს. არა, ნუგზარი გამოვრიცხეთ. პუერტო-რიკა. კარგად მოვკალათდე. ესე. არ მინდა დავიჯერო რომ ეს ყველაფერი ფასია. კარგი რა, რეკლამა უცებ მორჩება ფილმი ხო არ არის რამდენს ემზადებდი. აუ მაცადე რა მუღამში ვარ. აუ ქუჩას უნდა. პარემ 3D სათვალე გაიკეთე და ისე უკვე. მე რა გინდა შენ სათვალე? ისედაც 3D-ში გამოჩდები ჩემო. ჩუჩუ ვაი დაიწყო. ინდათ დაუვიწყარი საღამოს გატარება. მობრძანდით რესტორან აზნაურულში. კაი რეკლამა იყო ისე კი? გადავ, ხო? არა, ნუ რეკლამა კაი იყო, მაგრამ შენ სად იყავი? ჰა? აი ეგ არის შენი საქართველო. აი ეგ. ჰა. ნიჭიერი ხალხი ამათ არ უნდათ. ხო, კონკურენტი დაინახეს ჩემში და ეგრევე მომკეთდა სიტუაციიდან რა. ამ საქმეს მე ესე არ დავტოვებ. პუერტო-რიკოს დამემშვიდობე წელს. ნიკა, ქობულეთში ხო წამიყვა? საერთოდ არ წასულიყავი ამ გადაღებას. რაზე დავთანხმდი რა? სადე დავთანხმდი რა? სადმე ჩანდი საერთოდ. არა, მე ეგრე არ ვფიქრობ. ძალიანაც კარგი რომ დათანხმდი. შენ ისეთი მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი ხარ რომ ესე მოგცეს 500 ლარი და არც გამოჩდი რა. რაც თავარია ეს ვალი მოვიშორეთ, მამუკაცი. მამუკა კი მოვიშორეთ, მაგრამ ეხა ნათესავებს და მეგობრებს რა მოიშორებს მითხარიეთ. არავინ არ შეგაწუხებს. მე დაგიცავ. გოგო, ლიკა, რო დარეკონ, რა უთხრა, რა უპასუხო, სად ვიყავი მეთქი? აი, რა ვინ დარეკავს, არავინ არ დარეკავს.